გამარჯობა ჩემო მინდა რომ აგიხსნათ პიანინო როცა დევს სითბოში რა იმართება აუცილებელი რომ პიანინო არ უნდა იყოს სითბოში ახლა ეს სტუდია არის მუსიკალური რომელიც დევს სითბოში ურევს წყობასაც ჩემგავსა სითბო არის იმიტომ ფართოვდება ხე და ვერბილები სადაც შედის ხე ფართოვდება ზოგი ვიწროვდება პიკი და ურევს წყობას ასევე ჩაქუჩები მოიშვა დაუჭირე აუცილებელია რომ ქონდეს ტემპერატურა თითქმის 18-20 ან აუცილებლად უნდა გააღოთ აი ეს იღება ზემოთა კრეშკა უნდა გადაწიოთ ხომ ესე იღება ესეც უნდა გააღოთ ხომ რომ განიავდეს თორე სხვა შემთხვევაში ეს მექანიკურია ხეში და ირევა წყობას და ჩაქუჩების იშვებს და ვარდება მე კლავიში მაგრამ წებოდაც კი ამოვარდა ეხლა ეს აღარ მუშაობს ეს კლავიში მაგრამ წებოდა ცურდა სიცხეა როცა 20 გრადუსზე მეტია 25-26-ია ჩემო აუცილებლად უნდა გააღოთ პიანინოები ახალბად კრეშკა ზემოთა კრეშკა ქვემოთა კრეშკაც რომ განიავდეს როგორღაც რომ იაროს ხაერმა რომ წყობა და მექანიზმა არ აურიოს თუ სხვა შემთხვევაში ურევს მექანიზმი წყობას ურევს და უკვე აღარ აქვს წყობები და მე გონია თუ ჩვენ ოსტატები ხელოსნები რომ მიდიოთ რაღაცას ვაზიანებთ არა მხოლოდ ტემპერატურის ბრალია არც სიცივე უყვარს არც სიცხე უყვარს არც უყვარს რომ ხან ჩართავენ დისიცხეა ხან ჩართავენ სიცივეა უნდა იყოს ერთი ტემპერატურა 18-20 გრადუსი რომ პიანინო იმუშაოს ნორმალურად სხვა შემთხვევაში უნდა გაანიავოთ თორე ჩვენ მე ბოდიშკიფით არ ვართ დამნაშავეები ოსტატები ასე რომ ვისაც კიდე დაწყობა სწორი კონსტიტუციები დაგვირეკეთ 5-7 51 23 51 დაგვიკავშირდით მოგაწვის კონსტიტუციას პიანინოებს როგორ მიხედოთ როგორ მოვართ უნდა ასევე ნახტანი შემოკარგებო რომ ჩილმა შეჭამოს კარგია თუ წყალსაც ჩაუდებთ ამის ქვემოთ ეს იღება აგერ გადმოღიდის და წაბის დაბლა ჩადებს წყალს რომ დეკა არ გაიბზაროს ისე რომ დაგვირეკეთ სწორ კონსტიტუციას მოგაწვით ყველანაირად აწყობა თავისთავად ხდება თანამედროვე ელექტროკამეტოდით 440